მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ავერჩი ისეთი გაშლა. არის თუ არა ეს მამაკაცი, რომელიც უნდა იყოს პარტნიორი, ხო? ამიტომ რომ ბიჭებიც უყურებენ. ის პარტნიორი, რომელიც თქვენ ნამდვილად გჭირდებათ, მაგრამ ჩვენ ავიღოთ ასე მაღალი ძალების თვალსაზრისით. ნუ აი ასე დავარქვათ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ახლა როცა ადამიანთან ხარ, ესე იგი ეს ადამიანი ანუ გიყვარს, გსიამოვნებს, ასე შემდეგ, მაგრამ ხდება რაღაცეთი მომენტები, როცა ვერ ხვდები, მჭირდება, არ მჭირდება, ნუ არის სიტუაციები, ჩვენ ბევრჯერ მაგაზე გვისაუბრია. ამიტომ ჩვენ ნახოთ ახლა, ნუ აი ესეთი მოვიდა თემა, ნახოთ, აუცილებლად ნახოთ. და კიდე მინდა და თქვენთან საუბარი, ნუ ეს უკვე ალბათ როგორც ჩვენ ავირჩიეთ ტრადიციულად კვირის ბოლოს, ასეთი თემა მინდა განვიხილოთ სამკუთხედი. თუ თქვენ ეს თემა გაინტერესებთ, დაწერეთ მე ვიდეოს ქვეშ, კი საინტერესოა სამკუთხედზე, რომ მე ვიცოდი, რომ ეს ნამდვილად თქვენთვის საინტერესო თემაა. თუნდაც იმათთვის, ვინც იყავით და გამოხვედით, ვინც ხართ და ვინც აპირებთ. აი, თქვენთვის ყველასთვის იქნება საინტერესო ეს თემა იცოდეთ რა. და даже მე შეიძლება გავაკეთო გაშლაც. მე რა თქვა, რა გიხსნით ეს რატო ხდება? და მე უკვე გავაკეთებთ გაშლასაც. ანუ მომწერეთ უბრალოდ საინტერესო არის თუ არა ეს თემა თქვენთვის, იმიტომ რომ ან შეიძლება დაუშვოთ თქვენთან აი უფრო შეიძლება ცოლიანები სულ უფრო მოდიან თქვენ სივრცეში, გაიგეთ, აი ეგეთი რაღაც მომენტებიც თუ არის, ეგაც მანდ იქნება ნახსენები აუცილებლად. всё, ეხლა ვნახოთ ჩვენ რა ხდება ეხლა თქვენს შორის, ხო? ნუ სიგნიფიკაცია გავაკეთოთ, რომ ვისთვის არის ეს გაშლა. რა ხდება თქვენს შორის ეხლა. так, სახში მოკლედ მიდის იმისთან ამბარი, როცა ეცხლინა, იცით რა არის, მე ვეკითხები რა ხდება თქვენს შორის, მე მაჩვენებენ რას, რომ თქვენში გოგო, აი არ გოგო, ნახეთ რა ულამაზესია, შეხედეთ პროსტა დედოფალი არის აქ თასები, იცით ასეთი შეგნება, აი როგორი ენერგია, იცით რომ თითქოს თქვენში აბსოლუტურად ყველანაირი ენერგიები ეხლა იცვლება. ანუ აქ არის როგორი იცით, აი თითქოს თქვენ გადადიხართ სხვა ენერგიებში. აქ თქვენ ეთყობა ბევრი რაღაცა გამოიარეთ, ბევრი რაღაცა ისწავლეთ, ბევრი რაღაცა გააკეთეთ. და ამიტომ ეხლა ხდება, ანუ საგვარეულო თითქოს დგას თქვენს გვერდით. ანუ ეს არის როგორ იცით, ანუ აბსოლუტურად მაღალი ძალები დადგენ თქვენს გვერდით. ნუ იმიტომ რომ აქ გახსნა მიდის თქვენი ეჭველი მიდის, აქ უფრო გოგოსთვის არის. კი. აქ არის როგორი ცვლილება მიდის, რაღაცა იცვლება, თან ძალიან იცვლება, იმიტომ რომ თქვენ აქ გოგო არ იჯდა ხელდაკრეპილი და თქვათ ველოდებოდა, როდის რა მოხდება. არა, აქ იმენ ადამიანი მუშაობდა თავის თავზე, ძალიან ბევრს მუშაობდა, ძალიან ბევრს დებდა თავის განვითარებაში. განვითარებას მე ვგულისხმობ, როცა ჩვენ უყურებთ ყველაფერს, არა რატომ მემართება ეგა და რატო რა ხდება, არა, რისთვის არის ეს ყველაფერი. და როცა შენ ასეთ კითხვას აძლევ და ხვდები უკვე და თქვენ აქ ჩემთან ვინც ახარ, თქვენ უკვე მობეზრებული უნდა გქონდეთ ეგ სიტყვა გაკვეთილები და მუშაობა თავის თავს და უკვე უნდა იცოდეთ ეს რას ნიშნავს, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში, როცა შენ რამე, ანუ არ წუწუნებ, როცა შენ არავის არ აბრალებ, როცა შენ იღებ პასუხისმგებლობას შენ ცხოვრებაზე თვითონ, როცა შენ არც პარტნიორს აბრალებ, რომ ეს ესეთია, ასეთია რაღაცა, იქ სახელმწიფოც კიდე აქ რა თქმა უნდა ძალიან მოქმედებს ახლა ჩვენ ურთიერთობაზე, თორემ რომ ყოფილიყო კარგი სახელმწიფო, ჩემ მამაკაც კაი სამსახური ექნება და ასაკი ბევრი ფულს, ნუ კაროჩე, აი ეგ სისულელეები რა. აქ ადამიანი უბრალოდ
იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობა. აიღო უფრო სწორედ, რაღაც გააკეთა, თან ძალიან ბევრი რაღაც გააკეთა, ძალიან შეიცვალა მისი ცხოვრება. აქ ძალიან შეიცვალა, იმიტომ რომ ადამიანი თვითონ დაიწყო ადამიანმა მართვა. თქვენ აქ შეიძლება უმრავლესობა ცხოვრობს თუნდაც, ანუ იქ, სადაც მას უნდა რომ იცხოვროს, იმ ცხოვრებით, რა ცხოვრებაც უნდა მაგას და მთლიანად იღებს მართვას, თავისი ცხოვრების მართვას. მე რა მიხარია, იცით, რომ აი ჩემთან ეს უკვე რამდენი წელი ხო ერთად ვართ, ვინც მომყვება, აი დარწმუნებული ვარო, აი ტარო უბრალოდ გაშლებით ტარო მაჩვენებს, რომ მაგრად ვითარდებეთ, თუნდაც აი მაგრად იცვლებით და კი მე არა მაქვს იმისი ახლა ილუზიები რომ არ იქა და ახლა რამდენიც გამომწერი მყავს, იმდენი უყურებს ამ გაშლა და იმდენივე გამოიწვა. მე ერთუნდე და მართლა ეგრე იყოს, მაგრამ აი ეს თითოეულები, ვინც მართლა სხვანაირად უყურებს უკვე ურთიერთობას, სხვანაირად უყურებს თავის ცხოვრებას, ხო? თქვენ ცხოვრებაში ძალიან დიდი ცვლილებები მიდის რა, მე დარწმუნებული ვარ ამაში. და ეს ძალიან მიხარია ჩემთვის. ამიტომ არ მინდა რომ ეს ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი გაშლებიც იყოს ასეთი ბანალურები რა, მინდა რომ ისეთი გაშლები გქონდეს ჩვენ, სადაც რაღაცას გავიგო, იმიტომ რომ ტარო არის ისეთი სიღრმე აქვს ტაროს რა. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა აი მაგალითად შემოსწავლებს სულობდნენ, ეს არის აი როგორც ფსიქოლოგი ხდები, როცა შენ სიღრმეში შეხვალ, იმიტომ რატო იცით კიდე აი შენ რო სწავლობ ხო ტაროს, შენ რო შედეხარ და შენ რო გაჩვენებს ამ სიღრმეს რაღაც, მე შენ კიდე თვითონ გინდა რომ კიდე განვითარდე, ანუ რაღაცა წაიგითხო, კიდე რაღაცა გავიგო. სიტყვაზე აი კარმული, ოკეი, მაჩვენებენ კარმული, მაგრამ რა არის ეს კარმული? წავიგითხო, გავიგო კიდე. ანუ ტარო გაძლევს თითქოს ესეთ ბიძგს, გაიგეთ და ახლა იმ სისტემაში სადაც ჩვენ სწავლობთ ხო, იქ არის საერთოდ იმდენად ევოლუციას ხედავს შენ სულის ევოლუციის განვითარების, იცი სად რა როგორ უნდა მოხდეს, იცით რა ძალიან მაგარი რამეა და ხო და ამიტომ ეს გაძლევს ბიძგს რა და აი აქაც ადამიანმა რაღაცა დაიჭირა, გაიგეთ, რაღაცა ისწავლა და აქ თითქოს даже თავისი საქმეც იპოვა, თავისი საბედო საქმე. ანუ ესეც რა მაგარია, როცა შენ აუ მე მაქვს ჩემი საქმე, რომელიც მე მომწონს, რომელიც მე მიყვარს. აი ყველაფერი რაც არ უნდა ხდებოდეს მე უკვე თქვენ ცხოვრებაში, ურთიერთობა და რაღაც, აი ფულით შეიძლება უწყოთ თქვა, ახლა ხან ადის, ხან ჩადის ეს ფულის შემოსალა. არა აქვს იმდენად მნიშვნელობა არ აქვს და არ ანიჭებ მაგას ისეთ მნიშვნელობას, რომ ვაიმე რა გავაკეთე, არა. აი აკეთებ. მოგწონს, იცი რომ კარგია და აუცილებლად სამყაროს გადმოგხედავს და აუცილებლად შენ მოგცემს ის, რაც უნდა მოგცეს, იმ მადლობა არის უკვე ფული, ჯანმრთელობა, კარგი ურთიერთობა, ეს ყველაფერი უკვე არის ნიშანი სამყაროდან, რომ შენ სწორ გზაზე მიდიხარ, შენ ყველაფერს სწორად აკეთებ, შენ ოჩაღი ხარ. აი მოდი კიდე ეს და ეს ხო ისწავლე, მოდი ახლა შემდეგი, ეგ როგორც სკოლაში ბავშვი რა, ეს გაკვეთილი ხო ისწავლე, მოდი შემდეგი. აი ესეთი მასე არის რაღაც. ნახოთ, ესე იგი თქვენ შორის რა ხდება, უფრო მაჩვენეს გოგოს ენერგია, კარგი, აი საერთოდ ეს გოგოს ენერგია გავიგეთ, მაგრამ წყვილში ეს ეგრე აკაჩვენებენ უფრო და მე არ გამოვრიცხავ, რომ აქ სხვათა შორის ამ ადამიანის, ამ პარტნიორის ძალიან დიდი ზეგავლენა იყო თქვენზე, ეს შეიძლება არ იყოს თქვა, ახლა ის მასწავლებელი და რიდგა ასე და არ ნახო და ასეკენი, არა, მაგრამ აი ამანაც იმოქმედა ძალიან ბევრი, მაგრამ მაინც ნახოთ აი პარტნიორულ ურთიერთობაში რა ხდება ახლა, როგორც პარტნიორებს შორის. რა არის, იცით, ახლა აქ მართლა მაჩვენებენ ცოტა ისეთ პერიოდს, იცით, როცა აი განდეგელი, ან მანძილზე ხართ, ან პაუზა გაქვთ, ან მიდის პროცესი, როცა აი ეს სიტუაცია, ნახეთ, როცა დაუშვათ ერთ
ერთი ცხოვრობდა კომფორტულად და მეორეს ჰქონდა აღებული თავის თავზე მთლიანად პასუხისმგებლობა დასრულდა და აქ მაგ ეჭვირო ქალს ჰქონდა ძალიან დიდი თვირთი აღებული ხო მე ეს შეიძლება რაღაცა უფრო პარტნიორს უფრო ჰქონდა ის კაი ცხოვრება რა მიმღები აი ეგეთი თემა რა ანუ მე ყველაფერი მაწყობს მე კარგად ვარ რა ხო მაგრამ აი ეს თითქოს ეს მომენტი და კი დასრულდა კი ბატონო დასრულდა ტრანსფორმაციაში კი იმიტომ რომ ძალიან ბავშვური ენერგიას და ეხლა განცდებშია კი იმიტომ რომ ანალიზს აკეთებს და განცდებში არის კი დაუმთავრდა თქვენს პარტნიორს აი ნახეთ რას როგორ მაჩვენეს თქვენ გოგომ აქ უფრო გაიზარდა უფრო წინ წავიდა უფრო ну ეს ხშირი შემთხვევა ეს არ გაგიკვირდეთ რა და ბიჭისთვის ანუ მოვიდა დრო რომ აკაჩვენებენ რომ всё როგორც პატარა ბავშვი ბოდიში აქ უკვე ვერ მოიქცევი რა და ეს სხვადასხვა ამას ცოტა არ იყოს არ მოსწონს იმიტომ რომ ასე ზის და ფიქრობს რომ აი დავკარგე მე ის ლამაზი ცხოვრება რომ ყველაფერი ჩემთვის იყო ყველაფერს მემაძლევდა ყველაფერს ну მიხაროდა ძალიან ანუ თითქოს ერთ კარში თამაში რა ბურჩი რო არის ხო იცით აი ეგეთი იყო და ეს დასრულდა იმიტომ რომ ეს უკვე ანუ აქ რა არის იცით შეიძლება ჩვენი მგონი წინა გაშლაშიც ქონდა მაგაზე ლაპარაკი რომ მარტო აი თქვა მიყვარ ხარ ეს არაფერი არ არის კაცი არის ქმედება ხო თუ არ მოქმედე და შენი ქმედებით არ მაჩვენე რომ ნამდვილად ну ეს ასეა რამდენიც არ უნდა ველაპარაკოთ ეს მასეა რომ მამაკაცი არის ქმედება ქალი არის გრძნობა всё მორჩა ამაზე არ ველაპარაკეთ ზედმეტი ეს ასეა ქალი არის ნება ქალი არის ნედარება ხო კარგი და ვნახოთ ახლა ჩვენ ანუ თქვენ ახლა როგორ გრძნობთ თავს ამ ურთიერთობაში თქვენ თუ დააკვირდით აი მე ამას ამ კითხვას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვაზრობ რომ რასაც ჩვენ ვგრძნობთ ეს არის მთავარი გრძნობა შინაგანი სულიერად აქედან მოდის მე უკვე დანარჩენი ყველაფერი ჩვენი განვითარებაც და ისეთ თქვენი პარტნიორი როგორ გგონობს თავს ვნახოთ როგორ გაჩვენებს თქვენ ეს ადამიანი თავის ზრუნვას როგორ გამოხატავს ვთქვათ ჩვენ აქ ნახეთ როგორ მქონდა ანუ როგორ გრძნობთ მე დავწერა აი გრძნობთ შინაგანად ხო თავის ამ ურთიერთობაში მე კითხები მიწერია და მე არ შემიშალოს თქვენ როგორ გრძნობთ ის როგორ გრძნობს ამ ურთიერთობაში ხო როგორ ну ზრუნვას აჩენს თქვენზე რას გრძნობს უკვე თქვენს მიმართ და ვკითხოთ კიდე ის რომ უკვე კითხვა არის რომ ნამდვილად არის თუ არა ეს პარტნიორი რა ვინც თქვენ ეხლა გინდათ მაღალი ძალების თვალსაზრისით დავარ არ ამბირებს რა და ვნახოთ ანუ თუ რამეს კონკრეტულს გააკეთებს ეხლა თქვენთვის და თქვენი ურთიერთობისთვის რას კითხები მაქვს და ორი არა окей, всё. ეს იყოს აქ, ეს თავი კითხვა მოიცადე და ეს ვიცოდე ვარ და მავიწყდეს რომ მე რო შევდივარ გაშლაში მავიწყდები. აი, ანუ თქვენ როგორ გრძნობთ ეს არის კრიზისული სიტუაცია. ხუთიანი პენტაკლების დანახათ როგორ არის გოგო ცოტა მაღალი, ქალი მიდის, კაცი არის რაღაც პატარასავი და არის ეკლესიაში შუქიანთე, მაგენი მიდენო, კაროჩ. როგორ გრძნობთ თავს? ვერ გეტყვით რომ კარგად გრძნობთ თავს, მაგრამ უფრო გამართული ხართ ვიდრე თქვენი პარტნიორი, ეგ შემიძლია გითხრათ რა.
კი შეიძლება რაღაც აი ნახეთ ეს არის როცა განდაგელიც გამოდის ხო ურთიერთობაზე როცა ეკითხები ანუ თითქოს ეს ყოველთვის როცა ერთად არიან მაგრამ მარტოდ გრძობენ თავს ორივენი რა როცა ანუ როგორ არის ან თითქოს ყველა თავის გულს ახარებს თვითონ თავისთვის ანუ აქ არ არის ერთიანება იცით ერთიანება არ არის აი როცა ერთად სადღაც მივდივართ ერთად რაღაცას ვაკეთებთ ერთი მიზანი გვაქვს ერთად აი შეიძლება კი იყოს რაღაცა მომენტები მაგრამ აი ნუ რაღაც სიტყვაზე სიყვარული გრძნობა მაგრამ აი ეს საერთო ქმედებები საერთო არ არის აქ იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისეთი არკანები როცა აი მარტო თუნდაც ახლა პირველი არკანი ეგაც მე მარტო როცა ვაკეთებ მე გაიგეთ ანუ ეს უფრო ისეთი ენერგიები აქ არ არის ის რომ აი ჩვენ აი ეგეთი მომენტი და ანუ თქვენ ახლა რო გითხრათ რომ ძალიან კარგად გრძნობთ ამ ურთიერთობაში არა სულ რაღაცა გაგლიათ აი სულ რა გაგლიათ მოდით აბა მაინც ცოტას გავხსნით რაღაცა კრიზისული მომენტი არის კი ბატონო აქ იცით როგორი მომენტი არის აი თქვენ აი რაც გითხარით იცით როგორ გრძნობთ აი აქ არის თითქოს სულ მე ვარ მასწავლებელი სულ რაღაცას ვასწავლი სულ რაღაცას ვეუბნები სულ რაღაცას კი თქვენ თვითონ ნახეთ აქ თქვენ ჭკვიანურად იღებთ იმიტომ რომ გადაერთეთ იმ თალღაზე რომ რაღაცისთვის მოდის ეს ურთიერთობა რაღაცისთვის მიჭირდება მე და სხვათაშორის მე არ გამოვრიცხავ რომ აქ ამ ურთიერთობიდან რომ გამოვიდა ნახეთ ყურუმი გამოვიდა ის რა ქვია იეროფანტე მაგრამ აქ ნახეთ როგორი ლამაზი იეროფანტე ქალი ზის და სწავლობს ნახეთ თუ დაინახავთ ულამაზესი დასტა ძალიან მაგარია მომწონს და ყურუმის ზის და ნახეთ ანუ აქაც ქალი ანუ როგორ არის იცით ამ სიტუაციასა და ბედნიერებას განიჭებთ თქვენ მხოლოდ ეს რასაც თქვენ იღებთ და რასაც თქვენ სწავლობთ ანუ ნახეთ როგორ არის ურთიერთობაში მე მაგლია თქვათ რაღაცები მაგრამ ეს რაღაცები როცა არა გაქვს რაც შენ გინდა სულიერად ხო მე ადამიანი რა შვება იცით სხვათა შორის ხო ანუ ხო სხვათა შორის ვითარდება ანუ სწავლობს იმიტომ რომ ეს კრიზისული სიტუაცია მე ყოველთვის მაგას ვამბობ რომ ეს კრიზისული სიტუაცია ძალიან მტკივნეულია მაგრამ ძალიან მაგარია რატო იმიტომ რომ შენ მაგ დროს ანუ როგორ უნდა გაგაღვიძონ როგორ უნდა გაგაგებინონ რომ მოვიდე დრო რომ რაღაცა უნდა შეცვალო ხო აი მასე გვაგდებენ ასეთ სიტუაციებში მე ახლა იმათთვის უფრო ხსნი ვინც შეიძლება ახლა განცდაში არის მაგრამ აქ იცი როგორი ეტაპის განცდა აქ უკვე არ იქნება ეს ადამიანი იმ განცდაში რომ მე ვზივარ და თავს ურახუნებ კედელს რა როგორც ვამბობ ხოლმე არა აქ უკვე სხვანაირი განცდა აქ უკვე კი რაღაცა არ მსიამოვნებს ნუ რაღაცა ხდება რომ აი უკვე შეიძლება გასვლაც გინდათ ურთიერთობიდან შეიძლება მაგრამ ამავე დროს ეს თითქოს რომ არ გიშვებს ჯერ ბოლომდე ხო თქვენ ამ ურთიერთობას რაღაცა არ გიშვებს და მაგრამ თქვენ ამას იყენებთ თქვენთვის სასარგებლოდ რაღაცის სწავლას იწყებთ ხო ანუ ინფორმაციას თუნდაც აგერ უყურებთ YouTube-ზე ვთქვათ ამ გაშლას კიდე შეიძლება სხვა გაშლებს ნახავთ სხვა ადამიანებთან ინფორმაციას აიღებთ კიდე დაუშვათ მოусმენთ წიგნს გადაშლით ხო აქ ბევრი წავიდო და საერთოდ ტაროს დაუშვათ ამ ეზოტერიკის სწავლაზე ხო უეჭველი ყველა ვარიანტი და ეს მოგწონთ იმიტომ რომ თქვენ ეს სიტუაცია ნახეთ ეს რამხელად მაღალი არკანები რა ძალიან მაღალი დონის არკანებით გამიხსნეს ეს ინფორმაცია თქვენზე უეჭველი ან ეს როგორ ხართ თუ არა ხართ ხო ჯერ მაინც ეზოტერიკაში ხო ან ფსიქოლოგიაში მაინც გაიხსნება ეგ თქვენში იმიტომ რომ ეს სიტუაცია ნახეთ თუ უკვე თქვენ ხართ თვითონ უკვე ადამიანი რომელიც უკვე ეხმარება სხვებს ეს სიტუაცია თქვენ დაგეხმარებათ რომ კიდე უფრო და უფრო შეისწავლო ეგ სიტუაციები ურთიერთობებზე წაიკითხო წიგნები
დაუშვოთ თუნდაც ან რაღაცა ინფორმაცია მოიპოვო საერთოდ ურთიერთობებზე, ანუ ქალის და კაცის ურთიერთობის შორის რა ხდება, თუნდაც ეს კარმული, თუნდაც რაღაც. ანუ ეს სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ იყენებთ, მოდი ასე ვთქვათ რა. თქვენ სასარგებლოდ იყენებთ, იმიტომ რომ კითხვა არის სწორი აქ რისთვის, ამიტომ აი რისთვის და თქვენი განვითარებისთვის და ნამდვილად ეს არის რა. იმიტომ რომ თქვენ რომ ეხლა აქ არავინ არ იქნება, ეხლა ვისაც აქ რაღაც აი დადიან მალდივებზე, ეს კაცი ჭკუაზე არ არის ყველა მაგის სურვილის ასრულებს და ზის მოდი აბა ვნახო რა ხდება. აგერთი ადამიანი აქ არ იქნება. ისინი ვინც მალდივებზე არიან, ეთქობა ან სული უკვე მოვიდა და დაამუშავა ყველაფერი წინა ცხოვრებაში, ხო ეგეთი. ან უკვე გაიარა ეს გაკვეთილი და უკვე ისვენებს, ხო? ჩვენ ჯერ აქ მუშაობთ. შემდეგი ის როგორ გრძნობს თავს ამ ურთიერთობაში? ნუ ახლა არის ნულის არკანი. ნულის არკანი არის როგორ არასერიოზული კი. ანუ თითქოს როგორ არის, იცით? არა გამოცდილი. აი ეს მოდის. გამოცდა არა. აქ გოგოს უფრო მეტი გამოცდილება აქვს საერთო ცხოვრებაში, ვიდრე ბიჭს. მე არა ვარ გამოცდილი, მე არ ვიცი როგორ მოვიქცე. მე არ ვიცი რა ვქნა. რაც იქნება, იქნება და ეგეთი. უპასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ნულის არკანი რატო უპასუხისმგებლობა? იმიტომ რომ მე ახლა ამას შეუძლია თქვა, ახლა ნულის არკანში როცა ხარ, ანუ ყველაფერს მივატოვებ და წავალ, არავის არ ვფიქრობ, მე რაც მინდა იმას გავაკეთებ, ჩემთვის თუ კარგია, ბავშვური პოზიცია, იცით? ანუ მე მოვიქცევ ისე, როგორც ჩემთვის კარგია, მე მინდა რომ გავაკეთო ისე, რაც მე მინდა, ხო? ნუ იქნება, აი როგორც ბავშვი ხო არის, აი ბავშვი არ ფიქრობს, თქვა, შედეგებზე, ხო? რა იქნება, აკეთებს, ხო და აქცია და ხატა კედლებზე, ხო? შენ ისტერიკა გააკეთე, იმიტომ რომ რემონტი უნდა გააკეთო, რემონტი რომ გააკეთო, ფული უნდა მთელი ისა. ბავშვს მოიცა რა. დახატ, აი ეგეთი რაღაცა ბავშვური პოზიცია. როგორ გქნობ? იცით როგორ არის? ამას პრინციპში უნდა რომ თუ დაუშვათ ადრე, ხო, თქვით ჩვენ ნახეთ, რომ ყველაფერი იყო მისთვის, ყველაფერი იყო, ანუ კარგად გრძნობდა ადამიანი თავს გადასარევად, ეგეთა. ამიტომ ეს რომ ყველაფერი დამთავრდა ეხლა აქ სიგნიფიკაციაშიც ხო გვაჩვენებენ, აი ეს არის მაგისტრის რთული და წავიდა ახლა წინააღმდეგობა და ამას უნდა რომ იყოს ყველაფერი კარგად. და ეს პრინციპში თქვენთანაც ახლა რო გითხრათ რომ ცუდად გრძნობს თავს, არა. უბრალოდ მაგას ახლა აი ეს სირთულეები, რომელიც თქვენ ახლა შეიძლება, თქვით აქ რაღაცა, ხო, ან დავასრულებთ, ან რაღაცა უნდა მოხდეს, იმიტომ რომ აქ ესეთი კარტი არისო და კარგაც არ უნდა ამას, ხო? მაგრამ არის როგორი ძალიან ბევრი სირთულეები და ეს სირთულეები ცოტა არ იყოს, აი არ მოსწონს რაღაცა, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ აქ უკვე პრეტენზიები უთხარით ამ ადამიანს რაღაცა, ეს არ მოსწონს, მაგრამ საერთო ჯამში კარგად ვარო ამ ურთიერთობაში. კი, გადასარევად არის, ნამდვილად ახლა იცის მაგან რომ კი, რაც არ უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში, ცუდად არ გრძნობს, მოდით ასე ვთქვათ, გადასარევად გრძნობს თავს, იმის მიუხედავად, რომ რაღაცა წავიდა, ეთქობა თქვენგან აი ეს წინააღმდეგობები და ვნახოთ ახლა თვითონ როგორ აჩენს ამ თავის ზრუნვას თქვენზე, ამაგისთვის ძალიან რთულია, გოგოებო, უზომოდ რთულია. კი ცდილობს რომ მაქსიმალურად, ნახეთ როგორ მაქსიმალურად რაც შემიძლია ვაკეთებ. ახლა ნახეთ რა ხდება, იცით? ახლა შეიძლება ჩვენ არის, ჩვენ ქალებს გულისხმობ. გვინდა თქვათ რომ პარტნიორმა, ჩვენ მოდით ასე ვთქვათ, სულ ყველა ქალი კაცი არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ საჯარო გაშლა. რატო გვაქვს ხოლმე ჩვენ იმედგაცრუება, იმიტომ რომ ადამიანს ჩვენ რომ ვუყურებთ, ჩვენ გვინდა რომ მან გააკეთოს ის, რაც ჩვენ გვინდა რომ გააკეთოს. ჩვენ დავხატეთ რაღაცა, ხო? და всё, იდეალი გვაქვს, აი ეს მაგას გააკეთებს. ის არ აკეთებს. მე იმედგაცრუება მოდის, ხო? და მე უკვე ჩვენ ნერვიულ. ის ადამიანი გეუბნება, მე ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია მე.
და თქვენ თუ უფრო ძლიერი ხართ, თქვენ ზოგადად რას ქვია ვერ გავიგე. მე თუ ეს ვქენი, ეს შენ რატო არ შეგიძლია? არ შეუძლია. ის არის სხვანაირი ადამიანი. ამიტომ ეს ადამიანი ამბობს, რომ მე ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია, მაქსიმალურად, მეტი არაფერი არ შემიძლია. უკვე თუ ღმერთი დამეხმარა, ალილუია, მადლობა. უკვე მარტო, ანუ თუ ღმერთი დამეხმარება, ანუ ჩემო სწავლების ყურადღებოთ ახლა ერთ მომენტს 10-იანი ხმალების და ეგრევე დაედოთ 12 ხმალების. მიხვდეთ თქვენ ახლა რასაც ვამბობ. ამიტომ ეს არის ზუსტად ეს მომენტი, რომ უკვე ღმერთს მევენდე რა. თუ შენ დამეხმარები, იმიტომ რომ მე რაც შემიძლია კი ამაზე მეტი არა, აი ღმერთმა რამე დამეხმაროს და მზად ვარ. კი. და შემდეგი კითხვა ჩვენ გვაქვს ის, რომ ანუ როგორ გრძნობს თქვენს მიმართ კი მაგას ახლა როგორ დაჟე გრძნობა, მაგრამ ეს ადამიანი არის, რომ სხვათა შორის, სექსუალური ენერგია უეჭველი თქვენ და თქვენთან უნდა, მაგრამ აქ როგორი მომენტი არის, იცით? როგორ გრძნობს, ხო, თქვენს მიმართ. ისეთ რა არის, თქვენ ხართ ის ადამიანი, ვისთანაც მიისწრაფება მისი გული, მისი ენერგია, კი, გრძნობს. ხო, თქვენ ხართ ნახეთ ის ადამიანი, ვისთვისაც უნდა მაგან, რომ რამე გააკეთოს, გაიგეთ? ანუ ვისთანაც უნდა მაგას, თუნდაც ამ ენერგიის გაცვლა. ეს ხართ თქვენ ეს ადამიანი. კი, ანუ ის ადამიანი, ვისაც უნდა მაგას, რომ აიღოს პასუხისმგებლობა, ჯერ არ შეუძლია. ჯერ ხო გვაჩვენებს, რომ არ შემიძლია, მაგრამ მე მზად ვარ, ჯერ ცოტა ხანი, აი არ შემიძლია დამელოდე მაცალე, მაგისი სიტყვები ხო ეგ არის, კი ბატონო. ყველაფერს შენთან შენ მოგიტანში, ყველაფერს შენთვის გავაკეთებ ცოტა ხანი მაცალე. იმიტომ რომ შენთან, ეხლა იმპერატორს ახლა თქვენთან უნდა. მე რა ძალიან ლამაზი დასწა ბავშვობა, არ ვიცი რა გითხრათ. აი ესე იგი, ნახეთ გოგო დგას და მოდის ასე, ეს არის 7-იანი დაგლების ხო და მოდიან აქ ნახეთ ცხოველებიც, ხალხიც, ვის რა მოაქვს, ხო, ყველას რაღაცები მოაქვს და ეს გოგო იღებს, ხო? და ეს არის იმპერატორი. ანუ დამაცადე ყველაფერი შენთვის მინდა. გოგოები ხა არ თქვათ მე რომ აი ახლა იმედი მოგეცით რა ვქნა რაც წარმეუბნება გეუბნებით. რა გავაკეთე? ნახოთ ის არის თუ არა ეს თქვენი პარტნიორი, ვინც უნდა იყოს თქვენს გვერდით. პრინციპში, ნახოთ. სამყარო ამბობს, რომ პრინციპში კი, ვინც შენ გჭირდება ეხლა მოცემულ მომენტში, ეგ არის, ვინც შენ გჭირდება. იმიტომ რომ ყოველთვის ჩვენს გვერდით არის ის ადამიანი, ანუ მინდა ისეთი სათანადო ადამიანი და მინდა ღირსეული, რის ღირსიც ხარ, ის ადამიანი ყავს დღეს გვერდით, მაგრამ მე აგიხსენე თქვენ როგორ შინაგანად, რასაც თქვენში არის, ის ასხივებს. კი, ჯერ ეს არის. მანიპულატორი. ჭირდებათ, ჯერჯერობით გჭირდებათ ეს ადამიანი, იმიტომ რომ თქვენ, იცით რა არის, აქ კიდე რაღაცა უნდა თქვენი გაიხსნას, ბევრის. იმიტომ რომ რა არის, იცით, მე არ დავიღლები და მაგას იტყვი, რომ ყოველ დღე მაქვს ამისი დადასტურება, რომ პარტნიორი მოდის ჩვენთან ამოცანისთვის რა, ამოცანის გახსნისთვის რა. იმიტომ რომ ის თვითონ ეს უამრავი კონსულტაციები მაქვს და უამრავ ადამიანს ეხება და ვიცი, რომ ეს ასე მუშაობს რა. მე როგორც ყოველთვის ამბობ, მე ვარ ყველაზე ჩემთვის უმაგრესი კეისი რა. იმიტომ რომ მე ხარ არ გეგონათ, რომ თქვენ აქ რაღაცას გეუბნებით და მე არაფერს არ გავდე, მე ყოველ დღე გავდევარ თქვენთან ერთად რაღაც მომენტებს და ამიტომ გეუბნებით, რომ ეს ახლა ნამდვილად მაღალი ძალებით, ნახეთ, მაღალი ძალების შევიკითხა და გამოვიდა სამყაროს არკანი. მეტი რა კიდეთ. კიდე რომ დავიწყე, აქაც ახლა გამოვიდა ეგრევე მეოცე არკანი. ანუ აქაც მაგის არკანი. ანუ ესე იგი ეგრევე მაღალი ძალები გვეუბნებენ, კი. პრინციპში ნახეთ, შეიძლება ამ წუთში კი ეს გჭირდებათ, მაგრამ აქ არის ჯერ ახალ პიროვნებას, თუ თქვენ ახლა ფიქრობთ, რომ დაუშვათ
აი ხალი ურთიერთობა მინდა დავიწყო, ამასთან არაფერი არ მინდა, ჯერჯერობენ არ უშვებენ თქვენთან ახალ პარტნიორს იცოდეთ. არ უშვებენ ჯერჯერობით, იმიტომ რომ რაღაცა კიდე გაქვთ თქვენ აქ სასწავლე, რა კიდე რა უნდა ისწავლოს. ნუ აქ რაღაცა იცით მაჩვენებენ რომ კიდე არის აქ რაღაცა ეტაპიო, რომელიც უნდა გაიაროს და მე ექნება წინსვლა, მე გამოვა და სადგასად. ხო, უნდა გამოვიდეს ამ თავისი ნერვიულობიდან რაღაცა შეიცვალოს ეგ სიტუაცია და მე ანუ აქ ექნება რაღაცა ისეთი მომენტი, რომელიც კიდე შეგიყვანთ თქვენ ტრანსფორმაციაში. იქიდან რომ გამოხვალთ, აი მე მოვა უკვე სრულად ბედნიერება მასთან თუ იმახალთ. აქ როგორი მომენტი არის, იცით, აქ უკვე თქვენზე იქნება, მაგრამ აქ შემიძლია თქვა, რომ ზოგს შეიძლება ახალი ცხოვრება, ახალი გაცნობა იქნება, ახალი სიხარული და ისე კი. ყოველ შემთხვევაში თქვენ მარტო არ იქნებით, ასე მაჩვენებენ. და რამეს გააკეთებს თუ არა კონკრეტულს, ება თქვენ ურთიერთობისთვის, კინო სიყვარულს კი გაჩუქებს. გაჩუქებს სიყვარულს და იქნება ეს ნამდვილად კი. ნუ გოგოებო რა არის და ბიჭებო ჩემო ლამაზებო, აქ პრინციპში მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანი გამოხატავს სიყვარულს, ნუ აქ დასრულება და რამე არ არის. აქ ახლა გეუბნებით ცვლილება იქნება, თქვენ დადგებით ისეთ სიტუაციაზე, რომ საჯარო გაშლა, გაიგეთ, საჯარო გაშლა, ამიტომ ვამბობ, რომ ზოგი წავა ახალი ურთიერთობაში, ზოგი დარჩება ამ ადამიანთან და სხვა, ნუ თავის პარტნიორთან და უბრალოდ ეს ცოტა როგორ არის, იცით, თავის უფრო რბილი იქნება, გაიგეთ, ანუ იმიტომ რომ ცოტა კი ისწავლეს. კი, აქ ზოგი ნამდვილად წავა, მაშინ რა ქვია, კი, ურთიერთობაში სერიოზულში. ნუ ჯერ გასავლელი გაქვს, კი. აი გეუბნებით, აქ არის ორი ვარიანტი. ან ფარჩებით, ან ახალი შემოდის. აი როგორც გინდათ ისე მიიღეთ, იმიტომ რომ საჯარო გაშლაში მე 1000%-იან როგორ თქვა, რომ სულ წავა, ან სულ დარჩება. როგორც ენერგიები გითხარით, თქვენ დანარჩენი თვითონ უკვე თქვენი სიტუაცია ნახეთ. всё, ჩემო ლამაზებო, ამერ დავასრულეთ დღევანდელ გაშლას, მე როგორც ყოველთვის გისურვებთ სიხარულის, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.